სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. როგორც ჩვენი ადამიანობა, ანუ ის რომ ქრისტეს ხატა და მსგავსად ვართ შექმნილნი და ის რომ ჩვენ უნდა და შეგვიძლია და უნდა ვიცნოთ იესო ქრისტეში ღმერთი, ანუ ღმერთის მცნობელობის უნარით დაჯილდოვებული ვართ, ამას ნიშნავს ადამიანი. ეს ჯერ კიდევ არ არის გარანტია იმისა, რომ ქრისტიანები გავხდებით. ასევე ქრისტეს შეცნობის შემდეგ და ქრისტეს შემეცნებელნი არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ გარანტირებულად დავრჩეთ ბოლომდე უფალთან და გადავრჩეთ და ვცხონდეთ. გახსოვთ, უფალი ამბობს წმინდა წერილში ვკითხულობთ, რომ მოწოდებული ბევრია, მაგრამ რჩეული ცოტა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ გვეხება და აქედან გამომდინარე გვმართებს სიფხიზლე, რომ ერთი წყალობა რომ მოვევლინეთ ამ ქვეყანაზე და წყალობა, რა თქმა უნდა, რამე თუ გვაქვს შესაძლებლობა მარადიული სიხარულით ცხოვრებისა და ყოფიერების, ამაზე უნდა ვიფიქროთ ბევრი. მამები გვასწავლიან, რომ თვითონ ფიქრით საღვთო საგნებზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ის აბსტრაქტულად კი არა და რაღაც ფანტაზიები, არამედ რაც გამოცხადებით ვიცით, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი და მოაზროვნე არსებები, ჩვენ შესაბამისად პასუხისმგებლობით წარდგებით ღვთის წინაშე და ან დავიღუპებით, ან გადავრჩებით და დაღუპვის შემთხვევაში რა გველოდება და გადარჩენის შემთხვევაში რა გონება მიუწვდომელი სიხარული, რომელსაც დასასრული არ ექნება. ეს თავისთავად ჩვენ მოტივირებულს ხვდის, რომ ჩვენი რწმენის შესაბამისად ვიცხოვროთ, სარწმუნო საქმეები ვაკეთოთ, რომელიც არის ღვთისძიება და მოყვასის სიყვარული. ეს ყველაფერი ჩვენ ვიცით, ვფიქრობთ ამაზე, იმედია, მაგრამ გარანტია არის ღვთის ჩვენდამი სიყვარული, უპირობო სიყვარული. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს საკმარისი არ არის, იმიტომ რომ ადამიანმა ეს ყველაფერი უნდა დაიტიოს. ამიტომ აქ ყოფნა, აქ ყოფნა, ეკლესიის წიაღში ყოფნა ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. იმიტომ რომ ჩვენში ძალიან ძლავრობს ეგოიზმი. საშინლად ძლავრობს ეგოიზმი, ჩვენ ძალიან გვიჭირს მისგან გათავისუფლება. იცით როგორ არის ადამიანი მუდამ თუ თავის საკუთარ თავს არ აკონტროლებს. ან ისეთ მდგომარეობაში არ იმყოფება, რომ ბუნებრივად, ობიექტურად ხდება მისი კონტროლი, მისი შინაგანი სამყაროს. ადამიანი თავის შინაგან სამყაროს ვერ ხედავს და ეგოიზმში მყოფობა, აი როგორც ხორციელი სიამოვნებას რო განიცდის ადამიანი და კომფორტულება, ასევე კომფორტულება ეგოიზმში ყოფობა. აი ეს თითქმის ერთ და იგივეა. აი მშიერ ადამიანს რო საჭმლის წამა რო ესე იგი ძალიან დიდ სიამოვნებას და სიხარულს ანიჭებს, თქვათ უძინარს ძილი და ასე შემდეგ და უამრავია ხო, ასეთი ხორციელი მიდრეკილებები და შესაბამისი სიამოვნებები, ასეა ზუსტად ეგოიზმთან დაკავშირებით. ეგოისტი და ჩვენ ყველანი ეგოისტები ვართ. ეგოისტი რო საკუთარ ეგოიზმს იკმაყოფილებს, ჩვენ ყველანი პატივმოყვარენი ვართ, პატივმოყვარეობას იკმაყოფილებს, ის საოცრად კომფორტულად გრძნობს თავს და ძალიან მოსწონს ეს. და თან შეიძლება ეს ისე რაფინირებულად და დახვეწილად ხდებოდეს, რომ მაინდა-მაინც აი აშკარა ცოდვიანი გამოვლინებას ადგილი არ ჰქონდეს. რომ აი დაგაფრთხოს, შეგაშინოს, გული აგირიოს, ღირსება შელახულად იგზნო თავი, აშკარა ესეთი გამოვლინება არ იყოს. მაგრამ აი ესე კომფორტულად იყო და ამ დროს და თან იყო რელიგიური და ვერ ხვდებოდე, რომ შენი საქმე არცთლად ისე კარგად არის, იმიტომ რომ არც რელიგიურობა გაცხოვრებს და არც კომფორტული ცხოვრება. არამედ ცეცხლოვანი სიყვარული იესო ქრისტესი. ეს სხვადასხვა რამეა და სწორედ აი ამ ცეცხლოვანი სიყვარული იესო ქრისტესი ძალზე ხშირად არის წინააღმდეგობაში იმ კომფორტულ ყოფიერებასთან, რომელიც ეგოიზმზე და ჰედონიზმზე არის დაფუძნებული. ამიტომაც ჩვენ როდესაც ეკლესიაში ვართ, ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ და მუდმივად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიფხიზლეში ვიყოთ. ეს ტექნიკური ტერმინი რო გამოვიყენოთ, ეგრევე მუდმივი მონიტორინგი უნდა გქონდეს საკუთარ გულზე. რა თქმა უნდა, ეს ადამიანს უჭირს, როგორც წეღანაც გითხარით, მაგრამ სხვადასხვა გარემოება გვეხმარება, რომ ეს ჩვენი გულის მდგომარეობა გაცხადდეს. და პირველი, რა თქმა უნდა, დამხმარე ამ დროს არის ადამიანი, მოყვასი.
მოყვასთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ეგოიზმი თავისთავად არ ჩანს. ეგოიზმი ჩანს მაშინ, როდესაც შენს გვერდზე სხვა ადამიანია, რომლის წინაშეც ვალდებულებით ხარ დატვირთული და შენი ეგოიზმით შენ ავიწროებ ამ ადამიანს, შენი ეგოიზმით შენ მის თავისუფლებას ხელყოფ. ესია ხო, ერთი ეგოისტი მეორე ეგოისტის თავისუფლებას ხელყოფს, როცა ამ ორ ადამიანს ერთმანეთისგან გასაქცევი არ აქვს. ესეთი გარემო სად იქმნება ხოლმე? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ესეთი გარემო იქმნება ცოლსა და ქმარს შორის და ოჯახის წევრებს შორის, შემდგომ რა თქმა უნდა, ასეთი გარემო იქმნება მონასტერში და მეტნაკლებად სამრევლო ცხოვრებაში, რაც უფრო ინტენსიურია თქვენი სამრევლო ცხოვრება, რაც უფრო ერთ ოჯახად აღიქვავთ თავს, რაც უფრო ხშირად ხართ აქ და ერთად აშენებთ და ერთად უვლით, ერთად ქმნით თქვენი ხელებით ამ გარემოს, უფრო მეტად და მეტად გაქვთ შესაძლებლობა, რომ თქვენი ეგოიზმი წარმოჩინდეს. ხო, სამრევლო თუ ისეთია, რომ ადამიანი მოვიდა წირვას დაესწრო ეზიარა, მიესალმა წავიდა და რაღაც არანაირი კომუნიკაციები თუ ეს არ არის ინტენსიური, მაშინ იქ ადამიანი ამას ვერ ხვდება, მაგრამ აი მჭიდრო გარემოში ამას ძალიან კარგად ხვდება და ამიტომაც არის, რომ აი მაგალითად მონასტერში, მონაზვნობაში გულისხმება უპირველეს ყოვლისა საერთო საცხოვრებელი მონასტერი. როცა ადამიანი მიდის და ძმებთან ან დებთან შესაბამისად ცხოვრობს მორჩილებით, რომ ეგოიზმისგან განთავისუფლდეს და კატეგორიულად არ შეიძლება, როცა ადამიანი წავა მონასტერში და უცებ მალევე მოიდომოს განდეგილად სადღაც მარტო იყოს. როგორც წესი, ასეთი ადამიანები სულიერად ძალიან მალე იღუპებიან, იმიტომ რომ მათი ეგოიზმი ისეთ ფანტასტიკურ ზომებს აღწევს, რომ ღმერთის ადგილი აღარ რჩება საერთოდ სამყაროში, თვითონ არიან მარტო. და ეს ასეთი სავალალო შედეგები სამწუხაროდ ეკლესიის ისტორიამ წარსულშიც და აწყოშიც ძალიან ბევრი იცის. ამიტომ დიახაც მოყვასთან ახლო ურთიერთობა ძალიან კარგად მოქმედებს ადამიანზე და ამიტომაც არის რომ არსებობს ეს ღირებულებები რომ არის ოჯახის ღირებულება, მონასტერის, თქვათ რაღაც ესეთი მეგობრული ურთიერთობაც, რა თქმა უნდა სამრევლო თავისთავად ეს ეკლესიაა და აი აქ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ საკუთარ თავს, როგორ ვლინდება ეგოიზმი მოყვასთან ურთიერთობაში. და სანამ ცოცხლები ვართ, ანუ სანამ ხორცში ვართ, ჩვენი ეგოიზმი უნდა დამარცხდეს. ეგოისტს არ შეუძლია ყოვლადწმინდა სამების წიაღში მყოფობა. იმიტომ რომ ყოვლადწმინდა სამება არის ეგოიზმის საწინააღმდეგო მდგომარეობა, სადაც ყოველი საღვთო პირი თითოეული საღვთო პირი დანარჩენი ორისთვის ცხოვრობს. ნულოვანი მდგომარეობა ეგოიზმის თვალსაზრისით და ვერანაირი ეგოიზმი იქ ვერ გაძლებს, უცხო წარმონაქმნად აღმოჩნდება ასეთი ადამიანი ყოვლადწმინდა სამების წიაღში და განიდევნება ღვთიდან და ღვთისგან განდევნილი უღმერთობაში აღმოჩნდება და უღმერთობა ეს არის ყოფიერება სიცოცხლის გარეშე. ადრეს გითხარით მახსოვს იგავური სახე რო შექმნა, წარმოედგინეთ ადამიანი ჩასმული ეს რასაც მე თქვენ გეუბნებით, ეს ჰარიდან მოტანილი არ არის. ეს გამოცდილებით მიღებულია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს თან ჯოჯოხეთის საშინელებას მთელი სიცხადით წარმოაჩენს. რომ აი წარმოიდგინეთ ადამიანი რაღაცა ესეთი კაფსულაში 1 კვადრატულ მეტრის კაფსულაში ჩასვა, სადაც თქო უნდა აბსოლუტური სიბნელეა და გატყორცნო კოსმოსში, უსასრულო სივრცეებში და თან ისე გააკეთო, რომ ის არასოდეს მოკვდეს. აი არასოდეს მოკვდეს და არასოდეს დაებინდოს ცნობიერება. 1000 წელი კი არა, სულ უნდა იყოს. ოღონ აი ესე გატყორცნილი უსასრულობაში, აბსოლუტურ სიბნელეში, მარადილ მარტოობაში, ეს ისეთი საშინელებაა, რომ ადამიანის სასოწარკვეთილება გეომეტრიული პროგრესით დაიწყებს იგზდას, მაგრამ არაფერი ეშველება, არ მოკვდება. აი წარმოიდგინეთ ჯოჯოხეთი რა არის. იმიტომ რომ ეს არის ყოფიერება უღმერთობა, სიცოცხლე ყოფიერება, უბრალოდ ყოფიერება ღმერთის, ანუ ყოფიერება სიცოცხლის გარეშე. და ამ კუთხით მინდა შეგახედოთ დღევანდელ რამდენიმე ამონარის წმინდა წერილიდან, რომ ესე იგი ჩვენ შეიძლება ვიყოთ რელიგიურები და ვიყოთ ეკლესიაში, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფრის გარანტია არ არის. გახსოვთ ხო, როცა ფერისცვალების მერე თაბორისიდან რო ჩამოდიან, უფალს თხოვს ავადმყოფი ვაჟის მამა, რომ ვაჟი განკურნოს, რომელსაც მოციქულები ვერ განკურნავენ. და
გახსოვთ უცნაურია ქრისტეს სიტყვები. ესეთ რამე სხვაგან ვერ ნახავთ, როცა მასთან მიდიან ავადყოფნი, ან შვილის გამო, ან თავისი მსახურის გამო, ყველას კურნავს და აი აქ ამ შემთხვევაში უცნაურ რამეს ამბობს უფალი. ის ებედრება, რომ ჩემი შვილი განკურნა, ეშმაკეულია. იესო მიუგო და რქვა, ჰოი ნათესავი ურწმუნო და გულარძნილი, ვიდრემდე ვიყო თქვენთანა, ვიდრემდე თავს ვიდებდე თქვენსა. ანუ აქ ამ ადგილით სხვადასხვანაირი განმარტება აქვს, რა თქმა უნდა, ამას, მაგრამ ერთ-ერთი განმარტება არის ესეთი, რომ თითქოს აი უფალი ამით გვეუბნება, რომ ნუ თუ მხოლოდ მიწიერი პრობლემების მოგვარებისათვის მოვედი, თქვენ ფიქრობთ ამ სამყაროში. თქვენი მიწიერი პრობლემებისათვის მოვედი ადამიანად და ვიტანჯე მე ღმერთი თქვენი მიწიერი პრობლემების მოსაგვარებლად. ერთი შემთხვევა რა არის კიდე, როცა ძმა მიდის და ეუბნება, რომ ძმასთან ოქონება გამიყავიო და ანუ უსამართლოდ ექცეოდა იზმა, როგორც თვითონ ფიქრობდა. ხო, თითქოს ყველაფერი ხო ერთი ღერით არ ვარდება ადამიანის თავიდან და თან ხედავს, რომ სასწაულები ხდება ამ პიროვნების მიერ და მივიდა, რომ ძმასთან სამართალს მომიგვარებს, სამართლიანად გადამიწყვიტავს. სამართლიანი მსაჯულის მდგომარეობაში აღმოჩნდება ქრისტე და ეუბნება, რომ გამიყავი ეს გამეხმარე, რომ ეს ქონება სამართლიანად გაიყოს. უფლის სიტყვები იქაც საოცარია. ვინ გამადგინა მე, ესე იგი თქვენი ქონების განყოფილ რაღაც მსგავს რაღაცას ეუბნება. რა უცნაურია, ხო ეს ერთის ღმერთის ხელშია ყველაფერი, მაგრამ უცებ აი აქ როდემდე ვიდებდე მე თქვენ მიწიერ პრობლემებს, თან რა არის შვილის ავადმყოფობა. გესმით? ამ შემთხვევაში ქონების სამართლებრივი, ესე იგი, სამართლიანად გაყოფა, ანუ ამით უფალი იმას კი არ გვეუბნება, რომ მისთვის სულ ერთია, ან თუნდაც ჩვენი შვილი ავად რო არის, ან უსამართლოდ რო გვექცევიან. ამით ჩვენი ყურადღების გადატანა უნდა სხვაგან მარადისობაში, იმიტომ რომ ამ ქვეყნიური პრობლემები, სამართლიანობა, უსამართლობა, ჯანმრთელობა, ავადმყოფობა, წარმატება, წარუმატებლობა და დიდხან სიცოცხლე, ცოტახანი სიცოცხლე, საბოლოო ჯამში არაფერს ნიშნავს. მარადისობის პერსპექტივაში არაფერს ნიშნავს. მარადისობის პერსპექტივაში მხოლოდ ერთი რამე ნიშნავს რამეს, ეს არის ქრისტეს შემეცნება. გესმით, ამით უნდა რომ მიუხედავად იმისა, რომ მამაოჩვენოში პური ჩვენი არსობისაც გითხრა, ხო, ის რა თქმა უნდა პირველ რიგში ქრისტეს ნიშნავს პური არსობისა, მაგრამ მეორე მხრივ იმასაც ნიშნავს, რომ ყოველდღიურად ვიარსებოთ და ისიც გითხრა, რომ ხვალინდელ დღეზე ნუზრუნავ, რომ დღევანდელ დღეზე ვიფიქროთ, ხო? და თუ ცხოველებსაც და ჩიტებსაც და ყვავილებსაც ზდის და აჭმევს, ჩვენც არ დაგვაგდებს. ერთის მხრივ ეს არის და თავად სახარებაში ჩანს, როგორ აჭმევს, ხო, იქ კვეთით აღმდგარი მაცხოვარი შემწვარ თევზს, არა უბრალოდ თევზს დააჭერინებს, რომელიც დააჭერინა, არამედ გამზადებულ საჭმელს ახვედრებს, ხო? ანუ უფალი ხორცელათა ზრუნავს ჩვენზე, მაგრამ მეორე მხრივ აი ამგვარი მაგალითებით მიგვანიშნებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ჩვენზე ზრუნავს, უნდა მოვწყდეთ ამ რეალობას მაინც. იმიტომ რომ ქრისტესთან ერთობის წინაშე, ღმერთში მყოფობის წინაშე დანარჩენი ეს ყველაფერი არაფერს არ წარმოადგენს, ყველაფერი ეს წარმავალია და ჩვენი გარდაცვალებისთანავე ეს ყველაფერი დასრულდება. და თუ ჩვენ ამას ასე ვერ ვხედავთ და თუ ჩვენ ეკლესიაში ვართ ისე, რომ ქრისტესადმი დამოკიდებულება, ჩვენი კონცენტრირება ქრისტეზე, ჩვენი სწრაფა უფლისაკენ უსასრულოდ თუ არ არის დაცილებული ამ ქვეყნიურ პრობლემებს და თუ არ ვხარობ და არ ვბედნიერობთ იმით, რატომ არის რომ მოწამეებს ცოცხლად ატყოვებდნენ და ბედნიერები იყვნენ. რატომ ხდებოდა ეს? იმიტომ რომ მათი მთელი ცნობიერება, მათი მთელი არსება, მათი მთელი ყოფიერება შეიძლება სიტყვას უკვე ქრისტესთან არის, უკვე ზეცაშია, როგორც პავლე მოციქული ამბობს და მე იონე ოქროპირის ჩვენურად განმარტავს ამ ადგილს, რომ ჩვენ უკვე პოტენციურად ზეცაში ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სხეული და თავი ზეცაშია. აი ეს დამოკიდებულება, ამიტომ უფალს ეს სურს ჩვენგან, ამიტომ ამბობს, როდემდე ვიყოთ თქვენთან, ანუ გვამხილებს, თითქოს ისე ჩანს, რომ აი შევაწუხეთ რა, შევაწუხეთ. იმით კი არა, რომ მიწიერს ვთხოვთ, არა. იმით, რომ არა ვართ კონცენტრირებული მარადიულზე. თორემ მიწიერის თხოვნის უფლება ჩვენ გვაქვს. წირვაშიც ვითხოვთ, შილობას ვითხოვთ და რა ვიცი, ყველა ბევრ რამეს ვითხოვთ. კონცენტრირებული არა ვართ მთავარზე, ორიენტირებულები არა ვართ მთავარზე. აი ამაში არის ჩვენი პრობლემა. პავლე მოციქული მეორე კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ესეთ რამეს ამბობს, რომ რა ამით გამოხატავს რა ბედნიერება, როდესაც
ადამიანი სწორედ კონცენტრირებულია ღმერთზე და მთელი არსებით მიისწრაფის მისკენ. ნახეთ როგორ ამბობს. საღვთო შურით მშურს თქვენთვის. ანუ პავლე მოციქულს ვის შეიძლება საღვთო შურით შეშურდეს. როდესაც თვითონ სად იყო და რა ვიცი, ხო საოცრებაა, მაგრამ ამით გვეუბნება, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც ერთგულებს ქრისტეს, ესე თითოეული ესეთი ადამიანი სხვა ადამიანისათვის, რომელსაც ჯერ ამ მდგომარეობისათვის არ მიუღწევია, არის მიზეზი საღვთო შურისა. რა არის საღვთო შური, რომ დაინახავ, რომ ადამიანი წმინდანია და მოგინდება შენც რომ წმინდანი იყო, ეს კარგი შურია, კეთილი შურია. მოგინდება რომ შენც აი ეგრე იყო, შენც ესე გულანთებული იყო, ესეთი გულმხურვალე იყო, გესმით? აი ეს. პავლე მოციქული ამბობს, რომ საღვთო შურს თქვენთვისო, იმიტომ რომ თქვენ დაგწინდეთ ერთ კაცზე, რათა უბიწო ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე. ანუ ეს არის ეკლესიის მდგომარეობა. ეს საღვთისმეტყველო ტერმინი არსებობს, ეკლესია როგორც ზალიუფლისა. ჩვენ ეკლესია ვართ. და ზალიუფლისა ნიშნავს იმას, რომ მთლიანად ორიენტირებული ვართ ქრისტეზე და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ქრისტეს სიყვარული. შეყვარებულნი უნდა ვიყოთ ქრისტეზე, შეყვარებულნი უნდა ვიყოთ ეკლესიაზე. მახსოვს ერთი 20 საუკუნის მოღვაწე იყო და მის ცხოვრებაში ესეა, რომ გარდატეხის ასაკში იყო დაახლოებით ესე და ან შეიძლება ცოტა პატარაც და მშობელმა წაიყვანა ეკლესიაში. და იქ რაღაცა უცებ აი მსახურება მიდიოდა, იქ ყველამ დაიჩოქა, იქ სანთლებიან თუ რა და მის გულში ძალიან ძლიერი სიყვარული შემოვიდა ეკლესიისადმი. და მან შეიყვარა, ის გახდა შეყვარებული ეკლესიაზე, ასე იგივე ქრისტეზე, გესმით, შეყვარებული გახდა. და მთელი ცხოვრება ეს სიყვარული მას ესე გულმხურვალედ ჰქონდა. ხო და აი ამას თუ ასეთი მდგომარეობა აქვს ადამიანს და შეყვარებული კაცი როგორია, ხო? სიყვარულის ობიექტი, სუბიექტი არასდროს ავიწყდება. სულ მასზე ფიქრობს, სულ მასზე იფიქრება. მის გარეშე იტანჯება. ხო, ესეა ქრისტიანის. სულ ქრისტეზე ფიქრობს, ქრისტესთან ფიქრობს არა მარტო მენტალურად, არამედ გულში. შეყვარებული წესია, სიყვარული ტვინით ხო არ ფიქრობს. შეყვარებული ადამიანი ტვინით კი არ ფიქრობს თავის საყვარელ ადამიანზე, არამედ გულის მდგომარეობით ფიქრობს. ეს არის გულისმიერი ფიქრი. და როცა არ არის მასთან იტანჯება და ესეა ქრისტიანი, სულ გულისმიერად ქრისტეს ეძებს და ვერ არის ქრისტესთან და ვერ ვარ, ჩვენ ხო ვიცით ჩვენი გამოცდილებით რომ ვერ ვართ, სულ იტანჯებით. აი ეს მდგომარეობა არის ის მდგომარეობა, რასაც პავლე მოციქული გვიყურებს და გვეუბნება საღვთო შურით შურს თქვენ. იმდენად დიდია ესეთი მდგომარეობა, რომ პავლე ესე გამოხატავს. აუ რა მაგარია თქვენი საღვთო შურით შურს. ხო? აი ესეთი რაღაცა. მაგრამ აქვე პავლე მოციქული ამას იმიტომ გვეუბნება, რომ ჯერ გვაჩვენა ჩვენი სიმაღლე, აი პავლე შეგხედავს, პავლე თეოდორე შეგხედავს პავლე და შენი საღვთო შურით შურს. პავლე რო გეტყვის, ხო, შეგწხვება, მაგრამ დაფიქრდები და იფიქრებ, რაღაცა მაგარია რა, როცა ქრისტე ძალიან გიყვარს და სულ მასზე ხარ ორიენტირებული. მაგრამ უცებ პავლე მოციქული ეს დაგანახა რა მაგარია ეს და უცებ გეუბნება, მაგრამ შიშობ როგორც გველმა თავისი ზაკვით აცდუნა ევა, ვაი თუ თქვენი გონებას, ასევე შეირყვნას და განეშოროს ქრისტეს მიერ სიწმინდეს. ამით პავლე მოციქული მეუბნება, რომ არ მოდუნდე თეოდორე თორე გახსოვს ევა როგორ აცდუნა გველმა. ეს გველი არსად წასულა და ის ჩვენი პირველ მშობელთა მიდრეკილება იმისკენ, რომ ჩვენი თავისუფლება არასწორად გამოვიყენოთ, ის ისევ ჩვენში არსად არ წასულა. ანუ ჩვენში ეს თავისუფლების არასწორად გამოყენების შესაძლებლობა არსებობს, როგორც ჩვენ პირველ მშობლებში იყო ადამიანსა და ევაში და ეს გველიც, რა თქმა უნდა, უკვდავია და ისევ არსებობს, თან კიდევ უფრო მაგრად დახვეწილი გახდა გველი, იმიტომ რომ დიდი გამოცდილება შეიძინა ადამიანიდან მოყოლებული და ევადან მოყოლებული რამდენი ადამიანი დაუმარცხებია. ამიტომაც გვახსენებს, გვაფხიზლებს, რომ ესეთი რამე არ დაგვემართოს და არ განეშოროს ქრისტეს მიერ სიწმინდეს. ეხლა ქრისტეს მიერ სიწმინდეს როგორ უნდა გავეშორებო? აი პრაქტიკულად ეს როგორ გავიგო? არ განვეშორები, დავაბაკუნო ფეხები და გავჯიუტდე და არ განვეშორები ქრისტეს მიერ სიწმინდეს, როგორ გეკადრებათ, მე მაგრად ვიქნები, ესე არ გამოდის. ქრისტეს მიერი სიწმინდეში ცხოვრება ნიშნავს მისი უფლისნებით ცხოვრებას. აი უფლისნებით. როგორც კი უფლისნებას მოწყდება ჩვენი ნებელობა, იმ წამსვე ვცდებით ქრისტეს მიერ სიწმინდეს. ამიტომ იქაც ესე მოხდა ზუსტად. იყო ღვთისნება და შესთავაზა თავისი ნება ეშმაკმა. და
ამასაც ხო აქ ევასაც ხო ქონა თავისნება, აქეთ ქონდა ღვთისნება, აქეთ ეშმაკის. მასაც აქ ნება. და ნახეთ, ეხლა რა უნდა ქნას? მესამე არ არსებობს, ან ერთი, ან მეორე. და აირჩია გველის ნება. გესმით? აი ამაშია საქმე, აი ესია. ამიტომაც ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ქრისტეს მიერი სიწმინდე, ანუ ღვთისნება გამოწვლილვით ყოველთვის ჩვენს თვალწინ იყოს და ის შესაბამისად ცხოვრობდეთ. რადგანაც თუ მოვიდა ვინმე და ეხლა გვეუბნება, ეს ისე კი არ იქნება, რომ გველი და სადღაც ბაღში აღმოჩნდები და გველი ჩაქსისინებს რაღაც. ადამიანიც ხო სხვანაირი იყო მაშინ, წყავის სამოსელი, ანუ ასეთი სხეული იყო, მერე მიიღო, ამიტომ ჩვენთვის ჩვენ ენაზე აღწერილი, მაგრამ ბოლომდე რა იყო ჩვენთვის არ ვიცით. მაგრამ რეალობაში, დღევანდელ რეალობაში, აი პავლე მოციქული გვეუბნება, როგორ შეიძლება ეს მოხდეს. თუ მოვიდა ვინმე რათა გიქადაგოთ სხვა ქრისტე და როგორ მივხვდეთ რომ სხვა ქრისტეა რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია ესე იგი ნახეთ როგორ უნდა ღრმად მესმოდეს არა მარტო პავლე მოციქულის ნათქვამი არამედ 2000 წლოვანი გამოცდილება ეკლესიისა როგორ ღრმად უნდა მესმოდეს რომ ვიღაცა რომ მოვადა ამ გამოცდილების მიღმა რაღაცას რომ მეუბნება და მეუბნება რომ ეს არის ქრისტიანობა მე ამას უნდა მივხვდე და თუ არ ვიცი და გამოცდილებით არა ვარ შეზავებული აი ამ 2000 წლოვან გამოცდილებასთან მე ძალიან ადვილად შეიძლება მოვტყვილდე რაც ხდება ხოლმე სამწუხაროდ ამიტომ თუ ვინმე მოვიდა და გიქადაგოთ სხვა ქრისტე რომელიც უნდა გვიქადაგია ან მიგაღებინოთ სხვა სული რომელიც არ მიგიღია რა თქმა უნდა სხვა ქრისტეს როგორც კი მიიღებ სხვა ქრისტეს რომელიც ქრისტე არ არის იმ სხვა ქრისტესთან ერთად ეგრევე მიიღებ სხვა სულს, რომელიც სული წმინდა არ არის, ქრისტეს სული არ არის. ან კიდევ სხვა სახარება, ანუ რას ნიშნავს სხვა სახარება, იცით როგორ შეიძლება მიიღო გეჭიროს სახარება ნამდვილი. და ის შენთვის გახდეს სხვა სახარება. თუ ქრისტეს სულით არ ხდება ამის მიღება. რომელიც არ ხარებიათ, აი მეშინიაო, რომ ესე იგი შეიძლება ვიღაცა მოვიდეს და აი ეს ყველაფერი გააკეთოს და ხარ ის ეშენია პავლე მოციქული. ზოგიერთ ადამიანზე წინასწარმეტყველებს. დიახაც თქვენ შეიწყნარებთ ამ უცხო სულს. და ესე იგი გასაგებია რომ ყველა ამ უცხო სულს არ შევიწყნარებთ, მაგრამ ჩვენ შორის ვინ შეიწყნარებს? პავლე მოციქული არ აკონკრეტებს. მეუბნება რომ მეშინია ამისი, მეშინია ვშიშობ, ესე ამბობს, ვშიშობ, რომ არ გაცდუნოთ გველმა და ეს გველი იყოს შეიძლება ეშმაკი ჩასახლებული ნებისმიერ ადამიანში, გესმით? მოქონდეს შენთვის სხვა ქრისტე გესმით და თქვენ ამას მიიღებთ. როგორი მოსასმენია და ეს თქვენ გონიათ ახლა მე რომ ამას ვკითხულობ, მე უნდა არა ეს მე არ მეხება კაცო. რატო არ მეხება? და თითოეულ ჩვენგანს ეხება. თითოეული ჩვენგანის გამოსაფხიზლებლად არის ეს. იცით რა მოღვაწეები დანარცხებულან დაბლა და გაუბედურებულან, იცით რამდენი მაგალითია ამისი? რომ დიდე მოღვაწეებს რეები ემართებათ, არანაირი თეოლოგია, არანაირი ეგრეთ წოდებული სტაჟი უკაცრავად სლენგისთვის არ გიშველის, არანაირი ქველმოქმედება, არანაირი სიკეთე, გესმით, არანაირი სასწაულის მოხდენას, არაფერი არ გიშველის. არაფერი არ გიშველის, თუ არ გექნა ყველაზე მთავარი თვისება, თავდაბლობა, გამოხატული ღვთისნებისადმი ბოლომდე მორჩილებაში. თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ამით გვეუბნება, რომ რაღაც ეს უბრალო მაცდუნებელი კი არ მოვა, სატანა მოვა, რომელიც ანგელოზის სახეს იღებს. ხო და რა დიდი საქმეა, რომ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებდა. დიახაც, რატომ არ შეიძლება? შეიძლება. მოციქულის სახე შეიძლება მიიღოს, შეიძლება. და ასე შემდეგ, ყველაფერი შეიძლება. ამიტომ რამხელა სიბრძნე მართებს თითოეულ ადამიანს, რომ გველმა არ აცდუნოს. ამ შემთხვევაში ეს სიმბოლური გველა, თორე ყონებისმიერი ადამიანი გველის მდგომარეობაში იკავებს, რომელიც გაცდუნებს. და როგორი პასუხისგებლობა გაქვს. ამიტომაც ვამბობთ, რომ ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, ვიკითხოთ, ვისწავლოთ, ვილოცოთ, ეს ცოდნა პრაქტიკაში გადავიყვანოთ, იმიტომ რომ ქრისტიანული ცოდნა ხო თეორია არ არის, ვკითხულობ იმაზე, ეს პრაქტიკული ცხოვრების წესია, ინსტრუქცია, ესეთი ტექნიკური ტერმინს გამოვიყენებ კიდევ. ანუ ცხოვრებით უნდა აღიქვა ისე. და თუ არა და ყოველთვის შეიძლება შეცდე. და შემდეგ მაგრამ მათივე საქმისაებრ იქნება მათი აღსასრულიც. ეს კიდევ ერთი ძალიან საშნელი სიტყვებია. უბრალოდ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი პავლე მოციქული ასე იმიტომ გვესაუბრება,
ეკლესია იმიტომ გვაწვდის მე ამას, რომ თუ რამე ხარვეზი გვაქვს ამ მხრივ, თუ მოდუნებულები ვართ, მოშვებულები ვართ, ესე იგი დაუცველები თუ ვართ გველისგან, ევა დაუცველი აღმოჩნდა. მაგრამ ევადან აქამდე რამდენი დრო გავიდა. ჩვენ ხო გაცილებით მეტი ვიცით, ვიდრე ევა მიცოდა. ამიტომ ჩვენ არ შეიძლება რომ დაუცველები, ჩვენ ევას მაგალითი გვაქვს, ადამის მაგალითი გვაქვს, უამრავი მოღვაწის მაგალითი გვაქვს, რა უქნა გველმა, ანუ ეშმაკმა რა უქნა ადამიანებს, ეს მაგალითები და პავლე მოციქულის გვაფრთხილებს, რომ დიახაც შეიძლება შენც იგივე დაგემართოს. დიახაც შეიწყნარებთ მას გველს. შეიძლება იგივე დაგემართოს. ამიტომ რადგან მე ეს ვიცი, ეს ჩემში ბადებს ძალიან დიდ мотивაციას, რომ მეტად ვიყო კონცენტრირებული ქრისტეზე, ის იყო ჩემი ცხოვრების ერთადერთი საზრისი და ყველაფერი დანარჩენი იმდენად, რამდენადაც ეს დაიტევს, ჩემი გული დაიტევს ქრისტესთან ერთად ამ ყველაფერს და ვიყო ფხიზლად და მღვიძარეთ. და ყველაფერი ის უზარმაზარი გამოცდილება, რაც ეკლესიაში არსებობს, გამოვიყენო, იმიტომ რომ ის მასთან წვდომა დღეს მით უმეტეს დღევანდელ ადამიანს აქვს. ეხლა 90-იან წლების დასაწყისში ეს წვდომა ჩვენ არ გვქონდათ, ახლა გვაქვს. მადლობა ღმერთს ამისათვის. ესე იგი, პავლე მოციქული გვაფრთხილებს არა იმიტომ, რომ ჩვენი დაღუპვის წინასწარ მაცნე იყოს, არამედ დაღუპვისაგან გადაგვარჩინოს და ამ ტექსტით გამოგვაფხიზლოს, რომ არ მოვწყდეთ სიცოცხლის წყაროს, რომელიც არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.